სტატისტიკას გადავხედეთ და საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების ტელევიზორიდანაც ვიყურებს თურმე. ამიტომ მოგესალმებათ სატელევიზიო გადაცემა ჩანგალი მე უსვლელი წამყვანი სანდრო ცხადაძე ვარ ამ გადაცემის. დავიწყოთ სამი კარგი ამბით სამ უკარგეს ადამიანზე. ერთი ციხიდან გამოვიდა, მეორემ თავის დაბადების დღეზე 2 მილიარდის ბიტკოინები მიიღო, მესამეს ყადაღა მოხსნეს. თუ გამოიცნობთ ამ სამიდან მე რომელი ვარ, დამიკომენტარეთ მსხვილი შრიფტით და ალალი გულით. მაგარი გამოწვალა, მაგან ძალიან გამოწვალა. მაგრამ მაინც შევდენე ბუდკაში, ბიტკოინ ბუდკაში. რავი, ჩემი აზრით, მალე სისხლიანი 9 წლის დროს დაბადებული ხოცები იმის სახლის დაიწყებენ, ჩვენი დაბადებაც იმათი ბრალია, დედები მოგვიტყნესო. ყველაფერს ნაცებს აბრალებენ და რატომაც არა. მოკლედ ასე დალაგდა. შეურაცხმყოფელი პოლიციელისთვის ლოყაში გამნაწუნებელი ქალი რჩება ციხეში. და ქალი, რომელიც თინეიჯერ ბიჭებს გადასცემს ქალებს დუნდულებზე გასალაწუნებლად, ის ქალი გარეთ არის. დამშვიდი. შეისრულე. საბოლოოდ მაინც რაც ხდება ამ ქვეყანაში, ყველაფერი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ვინც არ უნდა აფუნქციონირებდეს call centers, მაინც კოც ცენტრი იქნება სათავეში, ხვდებით? call ცენტრი მხოლოდ კოც ცენტრით ფუნქციონირებს. კოც ცენტრი, როგორ თქვი, მაგარი მაღვალა კი ენა მაქვს. შვილი რისთვის გააჩინოს აქ ქალმა? რომ გააჩენს ბაგაბაღში რომ შეიყვანს, იქ რომ თქვენ მოუტეხოთ საჭმლის ფულები? თუ იმ სკოლაში რო ვერ შეიყვანოს მერე, რომელსაც 10 წელი არემონტებთ და ატკატების გამო ვერ დაამთავრეთ? თუ მერე იმ უნივერსიტეტში რო ვერ ჩააბარებინოს, რომელიც მოსწრეთ და გაანადგურეთ? თუ მერე ჯარში რო წავიდეს და მერე უხარისხო საჭმელი აჭამოს? ნუ ხო თქვენ ხოცები კი ეტყვით რომ შეუძლიათ კაცო ამ თბილ ტრაქში და თქვენს გექნებათ, მაგრამ არ შეუძლია ზოგს ღირსება არ უშვებს, გესმის, ანუ ღირსება იმ ხელა რაღაცა ფართია, გესმის, ამ ტრაქში ვერ ეტევა. გესმის და იმ ტრაქშიც არ არის კიდე მაგდენი ადგილი ყველასთვის. რა ვქნათ?